სხვა რაღაცა რა ქართულ კულინარიაში. მე ქონდა და მასწავლე ქონდათი. ქონდათი? იმას დაღირღილი. ციცაკა მოვაპნიოთ ზემოდან. აი ესე. უყურეთ რომ ამას ბევრი წვენი არ უნდა, მაგრამ ცოტა წვენიც არ უნდა კონდეს. აი ესე როგორც არის. ჩაჭიპჭიპებული. ხომ შეგიძლიათ რომ ისქნას რა ქვია, თან ნახეთ ღვინის წვენში ეს ყველაფერი ხომ მოიხარშა. ეხლა ამას მოვაყრი ზემოდან ბროწეულს ბატონო. ეს სუფრებზე დევს ხოლმე მგონი. სუფრებზე? აბა გზაზე გეფენილი მიას არ მინახია და გონი მარტო სუფრებზე დევს ხოლმე. აი ესე მოვაყრი ზემოდან. საჭმელი აი მეტი შეჭამე. Yes. აჰა. ამას უნდა ეხლა სულ რამოდენიმე წუთი. და მზად იქნება. ეხლა ამ ღვინის ორთქლში მოიხარშება სულ ყველაფერი. ხახვი თითქმის ჩაიშალა. ქონდარმა თავის საქმე ქნა, ეხლა ციცაკას თავის ამბებს შეიტანს. ყველაფერს შეიწოს ხურცი, გახდება წვნიანი და გემრიელი. თან ისეთი რაღაცა შეიძლება რომ პური ჩააწოდა. მამა გამასინჯე. ისე შემომთავაზე რა. ჩვენიერი. ყველაზე ბევრი ჯიშის ბროწეული სად იზრდება? თურქეთში. არა, აზერბაიჯანში 75-ნაირი ჯიში არსებობს. 3 წუთში დაბრუნდა და ვნახოთ რა გამოვიდა. რაღაც ხმები არ არის. რა ხმები უნდა იყოს, ბატონ დავით გაიწეიქით. შიშხინის. ამას არაფერი შიშხინი. ეს აჰა. მაგარსუნ. ესეც ჩვენი ჩაქონდრილი. ბატონო დავით. დავიყენოთ ეხლა ჩვენ ჩაქონდრილი.